ინდოეთი გახდა ტრამპის ტარიფების სამიზნე და შეერთებული შტატების ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ. ტრამპის ადმინისტრაციამ ინდურ პროდუქციაზე 50%-იანი ტარიფები დააწესა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რიცხვია ისტორიაში. ეს ტარიფები კი შედგება ორი დამაზარალებელი ნაწილისაგან. პირველი არის 25%-იანი რეციპროკული, ანუ შებრუნებული ტარიფები, რაც ტრამპმა დააწესა ქვეყნებთან სავაჭრო დეფიციტის საფუძველზე. Reciprocal, that means they do it to us and we do it to them. სავაჭრო დეფიციტი გულისხმობს სხვაობას კონკრეტულ ქვეყანასთან იმპორტსა და ექსპორტს შორის. ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უფრო მეტ პროდუქტს ყიდულობს ინდოეთისაგან, ვიდრე პირიქით. ეს ტარიფები მნიშვნელოვნად დააზარალებს ინდური ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და სხვა საექსპორტო საქონლის წარმოებას, რადგან ტარიფები თავის მხრივ აზვირებს ექსპორტიორებისათვის ინდური საქონლის ამერიკის ბაზარზე შეტანას. ამის შედეგად კი ინდური საქონელი ნაკლებად მიმზიდველი ხდება და კომპანიები ალტერნატივის ძებნას იწყებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნახევარია. მეორე ნახევარი, დამატებითი 25% არის სადამსჯელო ტარიფები რუსეთის ნავთობის შეძენისათვის, რომელიც ინდოეთს სულ ახლახანს 27 აგვისტოს დაუწესდა. 8 სექტემბერს ინდოეთის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა ანანთა ნაგესვარანმა განაცხადა, რომ ამ ტარიფებს ხანგრძლივობის მიხედვით ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 9% შემცირება შეუძლია წელიწადში. ეს კი ნიშნავს მილიარდობით დაკარგულ დოლარს, რაც შეიძლება მთელი წლის სოფლის მეურნეობის ან მცირე სექტორის წარმოების ტოლფასი გახდეს. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დასაჩქარებლად ტრამპმა ინდოეთს ტარიფები გაუორმაგა, რათა რუსეთისათვის შეემცირებინა ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, რომელთაც კრემლი უკვე 3 წელია აფინანსებს უკრაინაში ომს. 2025 წლის პირველი მეოთხედის მონაცემების მიხედვით, რუსეთის ნავთობისა და კონდენსატის ყველაზე დიდი მყიდველები ჩინეთი და ინდოეთი არიან. ამიტომ ტრამპი ინდოეთზე ტარიფების გაორმაგებას უკრაინაში ომის დასრულებისაკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს პუტინთან ალასკაში გამართული სამიტის შემდეგ. That cost hundreds of billions of dollars to Russia. You call that no action? And I haven't done phase 2 yet or phase 3. მაგრამ საინტერესოა, რატომ უწესებს ტრამპი ტარიფებს რუსეთის ნავთობის მეორე უმსხვილეს მყიდველ ინდოეთს და არა პირველ მყიდველ ჩინეთს?